საქართველოს საოცარი დასაწყისი, სანიოლის და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების კომენტარები და სტატისტიკა, რას ამბობენ გაუგნებული ჩეხები მარცხის შემდეგ. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. ახლა კი თქვენს წინაშეა საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც UEFA-ს ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში ჩეხეთს უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი ჩაკვეტაძის, გიორგი მიქაუტაძის და გიორგი ქოჩორაშვილის გოლებით 4-1 დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვარა მანგარიში 33 წუთზე 11 მეტრიანის ნიშნულიდან გახსნა. აღსანიშნავია, რომ ეს ეპიზოდი ბევრ გულშემატკივარს შეიძლება ითქვას, რომ გამორჩა, რადგან 11 მეტრიანს არავინ ელოდა. თუმცა, სწორედ ამ მომენტში დაიწყო ჩვენი ნაკრების გამარჯვების გენსვლა. ხვიჩას შესანიშნავ 11 მეტრიანს ჩაკვეტაძის, მიქაუტაძის და ქოჩორაშვილის ნაკრებში გატანილი პირველი გოლი მოჰყვა. ყველა ერთმანეთზე უკეთესი, თავისი საოცარი საგოლე გადაცემებით. მართალია შეხვედრა ჩეხების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ფიზიკური მონაცემებით გამორჩეულმა მეტოქემ ქართველების წინააღმდეგ მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლეს. ისიც თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე. აღსანიშნავია, რომ 7 ქულაზე მეტი შეფასება საქართველოს 8 ფეხბურთელმა დაიმსახურა, რაც ძალიან კარგი შედეგია. აქვე გეტყვით, რომ კარისკენ ყველაზე მეტჯერ, ანუ 4ჯერ მიქაუტაძემ დაარტყა, 3-3ჯერ კვარაცხელიამ და ჩაკვეტაძემ. სტატისტიკურად ყველაზე ზუსტი პასები ჩაკვეტაძეს ჰქონდა. მისი პასების სიზუსტე 96.2%-ია. ყველაზე მეტჯერ საჰაერო დუელი კაშია მოიგო. ბურთს კი ყველაზე მეტჯერ ქოჩორაშვილი, დვალი და კიტეიშვილი შეეხო. და რაც ასევე აღსანიშნავია, დვალმა შეძლო 11ჯერ სახიფათო ზონიდან ბურთის გამოტანა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კი ზოგმა გამოცემამ ხვიჩა, ზოგმა კი ჩაკვეტაძე დაასახელა. კომენტარებში დაწერეთ თქვენთვის, ვინ იყო შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი. მე კი მანამდე გიზიარებთ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების და მწვრთნელის კომენტარებს ერთა ლიგის პირველი ტურის გამარჯვების შემდეგ. აქვე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწვევა. მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, იმიტომ რომ ეჯგუფში არ არის ხელწამოსაკრავებელი არც ერთი და ჩეხეთის ნაკრებთან 4-1 მოგება ჩემი აზრით ძალიან დადებითია ეს ყველაფერი. ვინ ასე ტაქტიკურად მოვცა ის დავალებები, რომელიც გავაკეთებინა ჩვენ შევასრულეთ, მაგრამ ვფიქრობ პირველ ტაიმში ჩვენი მიზანი ასე ვთქვათ შევასრულეთ და 1-0 შევედი პირველ ტაიმში, არა ვიცი. დადებითად შევაფასებთ მთლიანად თამაშს. შენი აზრით ვინ იყო დღეს MVP შენ თუ ჩაკვე? ჩაკო იყო ჩემი აზრით. მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ ახლა ახალ ტურნირი არის ჩვენთვის ნაციონალური ლიგი და პირველი თამაში და პირველი მოგება, ესეთი მოგება 4-1 და ყველამ კარგად ვითამაშეთ და აია მომავალისთვის. დამასო ფელმი და მარტო ფეხი მივადე და გავიტანე. ჩვენ ახლა ვიწყებთ ახალი რაღაცების პოვნას და განვითარებას და ეს ევროპის ჩემპიონატი იყო გარდამტეხი, რაც გვეხმარება განვითარებაში თითოეულ ფეხბურთელს და როგორც გუნდს ასევე. ასე რომ ახლა ვიწყებთ და ჯერ კიდევ ბევრი რაღაც ყოფს წინ ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი არ დასრულებულა და ახლა იწყება ყველაფერი. გამარჯვება, რომელიც დღეს მოვიპოვეთ, სრულიად ეკუთვნის იმ გულშემატკივარს, რომელიც დღეს სტადიონზე მოვიდა და ვინც ვერ მოვიდა. გასახდელში უკვე აღნიშნეთ, მაგრამ ვიცით, რომ 2 დღეში თამაში გვაქვს, ეს არ ჩერდება. ყოველდღიურად უნდა მოუმატოთ, რა შედეგის მიღწევა ჩვენ გვინდა, ყოველდღიურად წინ უნდა ვიმოძრაოთ, რადგან პროგრესი მუდმივია და წინსვლით უნდა წავიდეთ ყველა ერთად. არ ვიცი თუ გახსოვთ, პირველ ტაიმში ქონდა იგივე მომენტი და გასახდელში როდესაც ჩამოვედით, მე ყოველთვის მიყვარს ლაპარაკი ჩემ გუნდებთან და უთხარი რომ მეორე ტაიმში თუ იქნებოდა მომენტი, აუცილებლად თავი აეწია და როდესაც ჩავირბინე, დავინახე რომ მიყურებდა და როგორც ჩამიგდო, ერთადერთი რამ მქონდა დარჩენილი, რომ თავზე გადამეგდო მეკარისთვის და ძალიან გახარებული ვარ, ნაკრებში არ მქონია არასდროს გოლი გატანილი. პირველი გოლია და იმედია ესე გავაგრძელებთ როგორც ჩემი გუნდელები, ასევე მეც. ამ 3 წლის განმავლობაში ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ. ზოგჯერ გარედან ყველაფერი არ ჩანს, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ გუნდისგან რაღაც კარგის მიღწევა შეიძლებოდა. ევროპის ჩემპიონატმა მეტი თავდაჯერება შეგვძინა. ვიცით, რას ნიშნავს გუნდურობა და ერთიანობა. ძალიან მაინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა გუნდს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და როგორ დაუბრუნდებოდით, მაგრამ ის რაც დღეს ვნახე, ძალიან მიხარია. შესანიშნავად ვითამაშეთ და ვულოცავ გუნდს ამ საოცარ შეხვედრას. საწყისი 10-15 წუთი კარგად ვერ ვითამაშეთ.
განსაკუთრებით შეტევაში. შემტევ ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ უკან არ ჩაწეულიყვნენ და შეხვედრის დასაწყის თუ არ ჩავთვლით, ჩვენმა გუნდმა პრაქტიკულად იდეალურად ითამაშა. ბოლო წლების განმავლობაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ. ზოგიერთი ცვლილება დაგეგმილი იყო. მაგალითად, კიტეიშვილს არ შეეძლო 90 წუთის თამაში. ჩაკვეტაძე მას ითხოვა შეცვლა. კაკაბაძის შეცვლა დაუგეგმავი იყო. ხვიჩაკი უკვე კარგახანია მაღალ დონეზე თამაშობს და ასეთ სიტუაციებში კარგად იცის, როდის უნდა დაიხარჯოს ბოლომდე და როდის შეინახოს ძალები. კიტეიშვილი კი ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია ევროპულ ფეხბურთში. მას შეუძლია არა მხოლოდ ტოპ ლიგაში თამაში, არამედ ტოპ გუნდში თამაში. ევროპის ჩემპიონატზე როცა ის თამაშობდა, ყველაფერი კარგად იყო. როცა გვაკლდა, ბევრად გაგვიჭირდა თამაში. მისი ფუნქცია რთული შესასრულებელია და ის იდეალურად ასრულებს თავის მოვალეობას. მიხარია, რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელი მყავს. რაც შეეხება გოგლიჩიძეს და ნონიკაშვილს. მათ ბევრი არ უთამაშიათ, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ მშვიდ გარემოში მიეცათ თამაშის დრო, რაც სამომავლოდ ძალიან წაადგებათ, რადგან გარკვეული პერიოდი მაინც ითამაშეს გამოცდილი ფეხბურთელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი მოლოდინი და ამბიცია გაიზარდა და როგორც ვთქვი, ასევე ჩემი მოთხოვნები ფეხბურთელების მიმართ ძალიან გაზრდილია. დღეს იდეალურად ვითამაშეთ, მაგრამ ვიცით, რომ ყოველთვის ასეთი თამაში შეუძლებელია. თავარია სირთულეებს როგორ გავუმკლავდებით. ახლა უნდა მოვემზადოთ ალბანეთთან შეხვედრისთვის. ალბანეთის ნაკრებთან რთული შეხვედრა გველოდება. ევროპის ჩემპიონატზე ძალიან რთულ ჯგუფში იყვნენ, საიდანაც ვერ გავიძნენ, მაგრამ თავი კარგად წარმოაჩინეს. ამიტომ ალბანეთში რთული თამაში იქნება, თუმცა ჩვენ სირთულეები გვიყვარს. რაც შემეხება მე, აქ ძალიან ბედნიერი ვარ. პირველ რიგში ფედერაციის მხრიდან გვგრძნობ მხარდაჭერას. მაშინაც ასე იყო, როცა შედარებით რთული პერიოდი ჰქონდა. ის გარემო, რომელიც გუნდშია, ხელს უწყობს დადებითი აურის შექმნას და სანამ აქ ბედნიერი ვარ, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ დავტოვო ეს სამსახური. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა ჩეხების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მისი გუნდის მარცხი გულწრფელად აღიარა და მიზეზების ზებნა არ დაიწყო. ემოციები არ დამალა არც ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა ლადისლავ კრეიჩმა. თამაშამდე ძალიან კარგად მოვემზადეთ. კარგად ვივარჯიშეთ და არ მრჩებოდა შტაბეჭდილება, რომ ჩემი ფეხბურთელები მზად არ იყვნენ. დღევანდელი შეხვედრის შედეგში კი ვიხილეთ, რომ ჩემი ეს მოლოდინი და წარმოდგენა ცდარი გამოდგა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. დღევანდელი თამაშით უგმაყოფილო ვარ. თამაშის დროს ვნერვიულობდით. უარყოფითი განწყობა ჰქონდა შეხვედრის მსვლელობის დროს. დღეს ვნახეთ, რომ ქართველებმა ძალიან გვაჯობეს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. გრძნობდით სტადიონის ემოციებს. არ გვიგვირს, რომ საქართველოს ნაკრებს საოცარი მხარდაჭერა ჰქონდა. ეს მუხტი სტადიონზე იგრძნობოდა, რაც ჩვენს ფეხბურთელებზე ცოტა დამრტყუნველად მოქმედებდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ უკრაინასთან შეხვედრაში ჩვენი ფეხბურთელები მენტალურად უფრო მზად იქნებიან. შეცდომებს გამოვასწორებთ და შედეგი უკეთესი იქნება. მომდევნო შეხვედრისთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადებით. იმედი მაქვს, რომ უფრო კონცენტრირებულები ვითამაშებთ. გულწრფელად გეტყვით, რომ ასეთი წაგება ჯერ მე არ განმიცდია. არ ვიცი, ვერ გეტყვით რა მოხდა. მოედანზე ასეთი პრობლემები თავად უნდა მოვაგვაროთ. ჩემი აზრით, პრობლემა მიდგომაში იყო. ასეთ თამაშებს სულ სხვანაირად უნდა მივუდგეთ. თითოეული ფეხბურთელი თითქმის ყველა მომენტში ვაგვიანებდით. მარტივად გვატყუებდნენ და თითქმის ვერაფერს ვუპირისპირებდით. შეტევაში ვერაფერი შევქმენით. აზროვნებაშიც ძალიან გაგვიჭირდა. რამდენიმე წუთში ბევრი გოლი გავუშვით და ამან გაგვტეხა. პენალტი ჩემი შეცდომის გამო დაინიშნა. ჯერა ეს სიტუაცია შეიცვლება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის ჯგუფში პირველ ადგილზეა. საქართველოს და ჩეხეთის გარდა ჯგუფში უკრაინის და ალბანეთის ნაკრებები არიან. ჩვენი ნაკრები კი მომდევნო შეხვედრას 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. რა თქმა უნდა, წარმატებები ვუსურვოთ ბიჭებს ამ შეხვედრაშიც. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. დაესწარი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.